კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ამჯერად პირდაპირ ეთერში ინტერაქტიული გადაცემით შემოგიერთდით. მაყურებელსა და რადიო მსმენელს კი გექნებათ შესაძლებლობა გადაცემაში ჩაერთოთ და უპასუხოთ ჩვენს მიერ დასმულ კითხვას, როგორ აფასებთ საქართველოში არსებულ ვითარებას. ეს იქნება ჩვენი მთავარი და ძირითადი კითხვა. მაყურებელსა და რადიო მსმენელს კი 557 88 55 88-ზე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და ჩაერთოთ გადაცემაში და ჩვენ პირდაპირ ეთერში ბუნებრივია შევაფასებთ იმ ყველა პროცესს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს ვითარდება და ბუნებრივია ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმ მოვლენებზე, რომელიც არც თუ ისე სახარბიელოდ ვითარდება ჩვენს ქვეყანაში. ვსაუბრობ იმაზე, რომ ბოლო დროის განმავლობაში მუდმივად ჩვენ თვალყურს ვადევნებთ უკიდურეს დაძაბულობას, უკიდურეს პოლარიზაციას, იმ პროცესებს, რომელმაც ვერა და ვერ მოუტანა ჩვენს ქვეყანას მშვიდობა. მუდმივად ადამიანებს აქვთ საპროტესტო განცდა, მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, რომ უნდა გამოვიდეთ, გავაპროტესტოთ კონკრეტული პრობლემები და ასე შემდეგ და ის რომ ყოველთვის გვიწევს ბრძოლით მივაღწიოთ რაიმე კონკრეტულ შედეგს. ქვეყანას სჭირდება სტაბილური მშვიდი განვითარება იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს მშრომელი, იმისთვის, რომ ვიყოთ ორიენტირებული საქმეზე და იმისთვის ვიყოთ ადამიანების პრობლემებზე და მათ საჭიროებებზე აქცენტირებულები. ბუნებრივია ჩვენ ამას ვერ ვახერხებთ, გამომდინარე იმ პროცესებიდან, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება და მუდმივად ვართ აი ამ ქაოსურ დღის წესრიგში. საკანონმდებლო ორგანო იქნება ეს თუ მის წინ მიმდინარე პროცესები გვაფიქრებინებს იმას, რომ ჩვენ ქვეყანაში პროცესები საიმედოდ სტაბილურად არ ვითარდება. რა შეხედავთ გამოსავალს და რა აფერხებს საქართველოს აი ამ პროცესში, როდესაც შეგვიძლია რომ მშვიდობიანად ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში. მოგესალმებით, მივესალმები პირველ მაყურებელს თუ რადიო მსმენელს. გამარჯობა. გამარჯობა, ისაუბრეთ. მოკლედ მინდა დიდი პატივისცემა გამოხატო თქვენი რადიოს მსმენელს და აგრეთვე გამოხატო ბატონ დავითის და ირმაინაშვილის. მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ. საქართველოში ხელისუფლებები იცვლება არა იმის მიხედვით, რაღაც რევოლუციები, ხალხი, არჩევნები, მე გულისხმობ 92 წლიდან მოყოლებული. ცუდად მესმის თქვენი ხმა და სამწუხაროდ გაითიშა კიდევაც. მადლობა ზარისთვის, მოვისმინეთ თქვენი შინაარსი საუბრის ნაწილობრივ, თუმცა გაწყდა ზარი. აუცილებლად გექნებათ შესაძლებლობა, რომ გადაცემის ცდილობის დროს კვლავ დაგვეკავშირდეთ და ჩაერთოთ გადაცემაში. ჩვენი ინტერაქტიული პირდაპირ ეთერის სტუდიის ნომერია 557 88 95 და მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს პირდაპირ ეთერში ხართ გისმენთ. ალო. გამარჯობა, ისაუბრეთ. მისმენთ კი ბატონო, გისმენთ ქალბატონო, ისაუბრეთ. ეხლა გისმენთ დებო დავითთან მოურავთან ერთად რომ საუბრობდი. დიახ. წუხარ დავითის შვილის გარდაცვალების და ვიტირე ძალიან წუხა. მადლობა ზარისთვის და იმ ხარდაჭერისთვის, გვერდში დგომისთვის ნამდვილად მესმის თქვენი ემოციურია, როდესაც აი ესეთ მძიმე პერიოდს გადის ადამიანი, ეს მოხდა კარგა ხნის წინ, 1 წლის წინ დაახლოებით, თუმცა ბატონმა დავითმა გამოძებნა ის ძალა, რომლითაც ის აგრძელებს პოლიტიკურ ცხოვრებას, რომლითაც ის აგრძელებს მუდმივად საზოგადოების მხარში დგომას, საზოგადოების პრობლემებზე მუშაობას, აი ამ მთავარი თემებიდან არასდროს არ ყოფილა შორს. მეორე და მესამე დღეს მაშინვე ჩაერთო ქვეყნის აი ამ პრობლემებზე მუშაობაში და ეს არის მისი მთავარი მიზანი. მან ამაზე ისაუბრა კიდევაც გადაცემაში, რომ მე უკან დასახევი არაფერი აღარ დამრჩენიაო და სწორად როგორც მიმაჩნია ქვეყნისთვის აი ესე მოვიქცევი მომავალშიცო. ჩვენ ვხედავთ რამდენად რთულ პირობებშია ახლა ჩვენი ქვეყანა, რამდენად რთულ პირობებში ვართ ალბათ სულ ყველა, იმიტომ რომ მუდმივად 2 წლის განმავლობაში აგერ უკვე ვსაუბრობთ იმაზე, რომ უნდა გქონდეს ქვეყანაში სამართლიანი გამჭვირვალე არჩევნები, თუმცა არჩევნების მეორე დღესვე გამოვდივართ ქუჩაში, ვაპროტესტებთ, მაშინვე იწყება პროტესტი. სამართლიანი არჩევნების უფლება ყველა ადამიანს კონსტიტუციურად აქვს განსაზღვრული და სამწუხაროდ აი ამასაც კი ნამდვილად ვხედავთ, რომ ბოლო დროს ვართ მოკლებული. იქ იქნება ასე ვთქვათ ბიულეტენზე მაგალითად ვხედავთ რომელი ნომერი იქნა არჩეული და ფარულობაც კი არ არის დაცული. მაგალითად მოსყიდვა, დაშინება, ფინანსები, აი ყველაფერი რაც კი შეიძლება
შეიძლება მან კი არ პრაქტიკად იქნეს გამოყენებული, სულ რომ თავი დავანებოთ ყველაფერს, რაზეც ვთქვათ, გაყალბებაზე ვსაუბრობთ, აი ეს ყველაფერი ყოველთვის მონაწილეობს მუდმივად არჩევნებში და აი ეს გვაფიქრებინებს იმას, რომ რაღაც არასწორად ხდება ჩვენს ქვეყანაში, არასწორი მიმართულებით ვითარდებით, რაღაც აუცილებლად არის შესაძლებელი, თუმცა ვხედავთ, რომ არჩევნების გზითაც კი ვერ ვახერხებთ იმას, რომ აი ეს ლეგიტიმურობა იყოს დაცული, აი ეს არჩევანი გაგვაჩნდეს, სწორად პროცესების შევცვალოთ, რა შეხედავთ გამოსავალს, როგორ აფასებთ საქართველოში არსებულ მდგომარეობას. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, მოგესალმებით. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ხართ. მე მინდა თქვა დავით ახალმოურავს უსმენდი და პოლიტიკაში ძალიან ვერ ვარ გაფრთხილებული, მაგრამ ვარ უბრალოდ მოქალაქე. 20 წელი ვცხოვრე მოსკოვში. ეს რაც ხდება საქართველოში, მე მგონი რუსეთს გადააჭარბეს ამათ. უკვე გადააჭარბეს. მეორე. მე ესე ვფიქრობ. იქ ხალხი რო იყო 100,000 კაცი, იქ სუმი შესწევი არ იყვნენ. იყო ხალხი, ვისაც უნდა თანალ დაიყვანოს სიმართლესკე. ამიტომ მე ესე მგონია, უნდა გავიდეთ ყველანი. ეს თავრობა უნდა გადავაღენოთ. მე თავისუფალი არჩევნები უნდა ჩავატაროთ, ვიღაც უნდა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები. და მოვიშოროთ ეს ჭირი. მადლობა ზარისთვის იმისთვის რომ დაგვიკავშირდით და ჩაერთეთ გადაცემაში. გეთანხმებით ნამდვილად დემოკრატია გულისხმობს იმას, რომ ადამიანები დაცულად, მშვიდად გრძნობდნენ ჩვენს ქვეყანაში თავს, თავისუფლების შეგრძნება ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს და თავისუფლება ბუნებრივია გაგაჩნია მაშინ, როდესაც გაქვს მშვიდად არჩევნებში მონაწილეობის უფლება, გაგაჩნია არჩევანის გაკეთების საშუალება და ეს რაღაცნაირად დაცულია შენი ხმა, შენი არჩევანი. როდესაც აი ამ ყველაფერს რაღაცნაირად ხედავთ, რომ კითხვის ნიშანი ადევს მუდმივად ეს საზოგადოებას ძაბავს, ეს მუდმივ ნიჰილიზმში აცხოვრებს ადამიანებს. ვხედავთ სოციალური მიმართულება, ეკონომიკური მიმართულება ასევე ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვს და აი ამ მთელი რიგი პრობლემების გამო, რომელიც პოლიტიკური დღის წესრიგია, აქეთ აი ამ მიმართულებებზე ნაკლები ყურადღება, ნაკლები რესურსი არის მიმართული, რაც ძალიან გულსატკენია, ძალიან აზიანებს შემდეგ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოქალაქეებს და თითოეული ადამიანის ბიუჯეტს ეხება საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს ეთერში ხართ. შუადღემშვიდობის გისმენთ. აი გამოდიან ჩვენი მთავრობის წევრები, პრემიერ-მინისტრია, გინდა შალვა-პაპუაშვილი კალაძე და ამბობენ რომ გამართვა გაიმართეს და ისეთი კარგი ხელისუფლებაა რომ მოკლედ ყველა აქტიურებზე და ესენი არიან განმარტებულები. როგორ არის განმარტებულები გავიდნენ საზოგადოებაში უკმაყოფილო ხალხია. განსაკუთრებით პენსიონერები, რომლებიც ამბობენ, რომ არავინ მიდიოდა არჩევნებში ძალიან ნაკლები ხალხი იყო და არავინ ძალებდა თვალა. რისთვის გაერჩია ერთი ვეკითხები მე მთავრობას. შექმე მართლ 70-მდე პენსიონერი. 20 მიგდით ყოველწელს 20 მადლ ერთ-ერთი ერთად. აი რატო მომიგონა შენი სათანადო ყოფნა? რატო მინისტრის შემდეგი მოიხვეწ უფრო კარგად იცხოვრო, უფრო კაი ქონება ქონდეს და მე შემოწმეს მოვყურებდე. უჩვეული პენსიონერი ამბობს ასეთ რამე. განსაკუთრებით 70-მდე. არ ჭირდება ასეთი მთავრობა. როცა პენსიონერების დაწყეს, ფასები ყველაფერზე მაღალია, კამარია თუ ბაზარია თუ ცხოვრების წემული არაფერი პრეზიდენტი არაბა და ესენი ამბობენ და განსაკუთრებით და იდეებენ რომ გონე გახსნდნენ ეს პენსიონერები და მოსახლეობა და ხალხის წევით მიგონი პირი თავების დაგაცევა. მე ყობა სამგირის პირები და ხალხი დებილი და შერეული უარავარ. გავიზარდეთ პენსიები და ეშინათ მოგოწმით მოსახლეობას. უარა და ვისაც წერი ჩენა ედომება და ჩვენი თავი ედომება პენსიონერების ჩვენიდან დაუწევდა ასეთი და ჩვენი თავრობა კაცი დაგვარეთ ხრაკელი ნაკვა დაგვარეთ და რა გიგდინე პენსიონერებს და ჩვენი კითხვია თქვენ ხართ რა გიგდე დინა პენსიონერებს დინა სოციალურ დაუწევთ არა ჩვენი კაცო საკომიტეტი უკვე დაამბობთ რომ ჩვენ უნდა და გავიმართოთ და ჩვენ მოწამვათ ხა არა მოწამვათ არა
რამში ყურები ხარ, ბრძენი ხარ, ორგანიზი. გზებში გააგებდა. ქაბალშობახებს გააკეთებ. არის კი გავდება ყველაფერი სათო. ჩვენ ხარ ბატონი დაობახინა და ბანჩენია. მადლობა ზარისთვის, ძალიან კარგად მესმის თქვენი აბსოლუტურად გულწრფელი შეფასება მოვისმინეთ თქვენგან, როგორ ერთი ადამიანისგან, რომელსაც უბრალოდ უნდა რომ ისი სოციალური მდგომარეობა იყოს, ასე ვთქვათ, გამოსწორებული, უნდა ღირსეული სიბერე, ღირსეული პენსია და ასე შემდეგ და მართლაც ადამიანებს უნდა ქონდეთ იმის საშუალება, რომ თუნდაც ხანდაზმულ ადამიანებს საკუთარი პენსიით, როდესაც მხოლოდ ეს არის მათი შემოსავალი, იკვებონ კიდევადაც გადაიხადონ გადასახადები და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ადამიანი ნამდვილად გულსატკენია ყოველთვის ამ თხოვნებით, აი ამ სურვილით რეკავს, რომ მუდმივად სოციალურ საკითხებზე გავაკეთოთ აქცენტი, მუდმივად სოციალურ საკითხებზე გავაკეთოთ გადაცემები და ეს არის ჩვენი საზოგადოების მთავარი ძირითადი პრობლემები იმ პოლიტიკური დღის წესრიგის მიუხედავად, რომელიც ძალიან არასამართლიანად ვითარდება, ეს უნდა დასრულდეს, უნდა მოწესრიგდეს ჩვენს ქვეყანაში, პოლიტიკური სივრცე გაჯანსაღდეს, ოპოზიცია, ხელისუფლება უნდა იყოს ნორმალური ჩვენს ქვეყანაში, ისეთი, რომელიც საქმეზე იმუშავებს და ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ საკუთარი სოციალური მდგომარეობის გამოსწორება, ღირსეული პენსია, ღირსეული სიბერე, ჯანდაცვა, განათლება თუნდაც ახალგაზრდებს, აი მუდმივად აი იყოს აი ასეთი მთავარი მნიშვნელოვანი საკითხებისკენ ყურადღება წასული. ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა, როდესაც აი ამ სოციალურ საკითხების მიმართ ნაკლები ყურადღება, ნაკლები შრომა, ნაკლები ასე ვთქვათ ჩართულობა ხელისუფლების, სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ ადამიანები პირდაპირ ამბობენ ღია ეთერში, რომ მათ ნახევარი თვე შიმშილი უწევთ. პენსიონერები ამბობენ, რომ ან წამალს ყიდულობენ, ან საკვებს ყიდულობენ. ასეთი სიბერე არ ვიცი რომელიმე ქვეყანაში, ამიტომ არის რომ ადამიანები მუდმივად ამბობენ, რომ ჩვენ უნდა განვითარდეთ, უნდა დავემსგავსოთ სხვა ქვეყნებს, სადაც პენსია ღირსეულია, მაგალითად საკვები პროდუქტი დაბალ ფასებშია. ეს მაინც ხომ არის შესაძლებელი, რომ უბრალოდ ხელმისაწვდომი გავხადოთ პირველადი მოხმარების ნივთები ადამიანებისთვის, საკვები კალათა, ის პროდუქტები, რომელიც ყოველდღიურად ადამიანებს სჭირდებათ. 7 და 8 ლარი, ნუ ეღირება წიწიბურა და ღირდეს 1 ლარი, ანუ 2 ლარი. აი ის ყველაფერი, ის რაციონი, რომელიც ოჯახს სჭირდება ბავშვის გამოსაკვება და ასე შემდეგ. არ არის ეს სხვა ქვეყნებში ფუფუნება და ჩვენთანაც ასევე უნდა იყოს. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს და მოგესალმებით, ღია ეთერში ხართ. როგორ აფასებთ საქართველოში არსებულ ვითარებას? არ მესმის თქვენი ხმა? კარგად მეთქი რომ ვითხრა დამიჯერე? კი ბატონო, ისაუბრეთ თუ შეიძლება. ხო, აი მარტივად გეტყვი როგორ ვაფასებ. სოციალური დახმარებები და პენსიები კი არა. საპენსიო დანაზოგის გატანის უფლება არ აქვს ონკოპაციენტებს. ან შშნუპირი უნდა იყოს, ან ქვეყანა უნდა დატოვო, რომ გაიტანო, ან უნდა გარდაიცვალო, რომ მემკვიდრეს გადაეცეთ. ამისთანაც დებილური მიდგომა შეიძლება კაცო? აი ვინც ყურირებს ამ ჯანდაცვას და სოციალური უზრუნველყოფის პოლიტიკას არ მინდა რომ არაკორექტული ვიყო, მაგრამ თავში რა უდევს მითხრას, რა თვითონ მითხრას სანამ მე დავუსახელებ სიტყვას. კარგით, კორექტულად, მადლობა ზარისთვის, მესმის თქვენი. დიახ, არის აუცილებელი, რომ აი ასეთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, თუნდაც ინიციატივებზე, რომელიც თქვენ დაასახელეთ, იყოს ფიქრი, მაგალითად, როდესაც ადამიანი ხედავს საკუთარ საბანკო ანგარიშზე, საპენსიო დანაზოგი რამდენი აქვს და როდესაც ის არის მაგალითად ონკოპაციენტი, ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად არის მძიმე მდგომარეობაში, მას რაღაცა ცნობის საფუძველზე შეიძლება კონდეს აი ამის დასაბუთების საშუალება, რომ მას ჭირდება რაღაც ავანსის სახით აი ამ თანხის ნაწილი ან სრულად მიიღოს ეს თანხა და ბუნებრივი ასეთი ინიციატივა, როდესაც ჟღერდება, აქვს ამ ინიციატივას არსებობის უფლება, ეს არის გადასაწყვეტი ნამდვილად, ამას ჭირდება რაღაც მუშაობა, აი ამ კრიტერიუმებს განსაზღვრა, როდის შეუძლიათ ადამიანებს ასეთ დროს გამოიტანონ თანხა, არ გამოიტანონ. მუშაობა ყველა მიმართულებით საჭირო და იმ ასე ვთქვათ, სურვილების გაცნობიერება, რომელიც ადამიანებს მოქალაქეებს აწუხებთ. თუმცა აი ამაზეა საუბარი, სწორად აი ამაზე ვსაუბრობ, რომ აი ამ ყველაფრის ნაცვლად ჩვენ მთელი დღის წესრიგი გვაქვს აი პოლიტიკურ სანახაობაზე აგებული, პოლიტიკურ დაძაბულობაზე, პოლიტიკურ პროცესებზე, რომელიც ვერა და ვერ დაწყნარდა, ვერა და ვერ მოვიპოვეთ მშვიდობა ქვეყანაში. ჩვენ ფასადურად ვამბობთ, რომ მშვიდობაა ქვეყანაში, მშვიდობის ფასა, ასე ვთქვათ, რას ვეძახით და როგორია ეს მშვიდობა, ხო საინტერესოა, არა მართლაც გასაგებია, რომ ომში არ ვართ ჩართულები
მოგებები ძალიან კარგია. ეს კითხვა არც კი უნდა ისმებოდეს ალბათ ნორმალურ სახელმწიფოში, ისედაც ბუნებრივად ყველა ხელისუფალს აქვს ამის ვალდებულება, რომ მშვიდობა შეინარჩუნოს ხო ქვეყანაში. მადლიერები ვართ ამისთვის, რომ მშვიდობა, თუმცა ადამიანებს სჭირდებათ კეთილდღეობა, სოციალურ მდგომარეობაზე მუშაობა, განათლების ხარისხის გაუმჯობესება, ასევე ხელმისაწვდომობა სხვადასხვა სურვილებზე, რომელიც არის მაგალითად ძალიან ხშირად მედიკამენტების ფასების სახელდება კიდევ ჩვენი მაყურებლების მხრიდან პენსიონერები ამბობენ რომ მათთვის რაღაც აი საჭირო მედიკამენტი შეიძლება იმდენად კოლოსალური მაღალი თანხა ღირდეს რომ ერთი უბრალოდ პენსიაც კი არ ეყოს ამ გადასახადს და 400-300 ლარიანი მედიკამენტები სჭირდებათ ხოლმე ასეთ დროს ადამიანებს ამიტომ აი ამ ხელმისაწვდომობაზე და ყოველდღიურობას რაც კი გაუმარტივებს ადამიანებს აი ამაზე უნდა ვიმუშაოთ და ვიფიქროთ მოусმინოთ მორიგ მაყურებელს მოგესალმებით მოგესალმებით ჩავერთე მაგრამ გამეთიჩავდა აი რაღაც ფარვეზე მაგრამ თქვენ ძალიან კარგად ჩავერთრო გულისხმობ იმას რომ კარგი უკაცრავად რაღაც ესეთი სრულები აქვს რაც ნორმალურ სახელმწიფოში ხდება ჩვენ სახელმწიფო არ არის ძალიან თქვენ ყოველდღიური პარტია პატრიოტები კარგი რაღაცებს ამბობენ მაგრამ ეს ბატონმა დავითმა და ალბათონმა ირმამა უნდა იცოდეს რომ ვერ მოვა ხელისუფლებაში ვინ მოვიდა ჩვენთან საქართველოში მოვიდა შევარდნაძე როცა იყო შეთანხმება ამერიკასა და რუსეთს შორის როცა იყო ხელისუფლება მოვიდა სააკაშვილი იგივე შეთანხმება იყო რომ ამერიკასა და რუსეთს შორის გამოვიდა ივანოვი რუსეთის შუები კაცოთი დაუშვა ედიკასტახში მოიყვანა იშა მოვიდა ბიძინა იონიშვილი როგორ მოვიდა ჩამოვიდნენ ამერიკიდან ჯინ ჩაჰინი ჰილარი კლინტონი უწეს ნიშას ეხლა წადი ეხლა მოვა ბიძინა მერე ისევ შემოდიო მერე ბიძინამ გადააგდო აღარ მოუსწენიშა და აქა ესეთი ამბავი ერთადერთი ვინც მოვიდა თავისი ანუ ხალხმა ეროვნული ძალა იყო ზოგადად დამსახურდია რომელიც იყო აუტანელი ყველა მხისთვის იმ ხილო არ იყო კონტროლირებადი იყო დამოუკიდებელი რაც ჩვენ ესეთი ადამიანი გვინდა მაგრამ ხალხი საზოგადოება მენტალიტეტი არ არის მომწიფებული ამ ხელისუფლებას ვერ შეჭრით თქვენ მადლობა ზარისთვის, თუმცა გადაჭრით ვერაფერს ვერ იტყვის ნამდვილად. ჩვენ საზოგადოებაზე თქვენ როდესაც ამბობთ რომ საზოგადოება არის უმწიფარი, მე დამიჯერეთ რომ ამაში ვერ დაგეთანხმებით, საზოგადოება არის ყოველთვის კარგი, ასე ვთქვათ, ექსპერტი იმ ყველაფერში რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. ეს ადამიანები ძალიან მარტივად ხედავენ რა მოცემულობა, რა მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში და ამიტომ იმის თქმა რომ ადამიანები ვერაცნობიერებენ რა ხდება, ან ვერ ხედავენ იმ სურათს, რა სურათიც არის ჩვენს ქვეყანაში, არ არის სწორი ნამდვილად. ადამიანებს გააჩნიათ ამის სურვილი, რომ რაღაც შეიცვალოს. სწორედ ამიტომ დადიან ადამიანები არჩევნებზე, თუმცა სამწუხაროდ აი ამ არჩევნების მიმართაც ხომ ხედავთ უკვე როგორ ამხელა კითხვის ნიშანი, რამხელა უნდობლობა, რამხელა ასე ვთქვათ ნიჰილიზმი არსებობს. ადამიანები უკვე აღარც არჩევნებში დაბალი აქტივობა, სწორედ აი ამის მაჩვენებელია, რომ აღარ იღებენ მონაწილეობას. ხედავთ თუ კი ადრე თითოეულ ადამიანს ჰქონდა აი ამის პასუხისმგებლობა, რომ არჩევნებში მისვლა მისი ვალი იყო დღეს უკვე პროცესის მიმართ იმდენად უნდობლად არიან განწყობილი რომ საერთოდ არც კი მიიჩნევენ საჭიროდ რომ რამე შეიცვლება და არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა ძალიან რთულია აი ამ ყველაფრის გაცნობიერება რომ ადამიანებს უკვე ასეთი ტიპის ცნობიერი აზროვნება გააჩნიათ და ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს და აი ამ ყველაფერში ყველამ აუცილებლად უნდა მივიღოთ მონაწილეობა როგორ აფასებთ საქართველოში არსებულ ვითარებას რა მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში და რა შეიძლება იყოს გამოსავალი 557 88 გახლავთ ჩვენ ტელეფონის ნომერი და მოусმინოთ მორიგ მაყურებელს. მოგესალმებით. მოგესალმებით, მისდე გენოსვალე. ნუ ჩვენ ქვეყანაში ქაოსი და ანარქია, რა ვითარებაა. აი ახლა მე გუშინ შემოვედი ეთერში და მიმართე ივანიშვილს. შენი მომატებული პენსიები არაფერს არ ნიშნავს თუ შენ სასწრაფოდ არ შექმენი მარეგულირებელ მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც დაარეგულირებს ფასებს. რატო არ აკეთებს ისი გენასვალე ისი რატო არ აკეთებს იმიტომ რომ ეს ფასები რო დარეგულირდეს ყველა თავისი ჭკუით ვეღარ გავდის ფასებს პროდუქციაზე და ვერ გახდებიან მილიონერები და მილიარდერები არ აქვს და იმიტომ ხოდა აქედან გამომდინარე მე
ვისურვებდი ჩემი ქვეყანა ყოფილიყოს ნეიტრალური, განვითარებული, სადაც მოქალაქეებს ეკნებოდათ ღირსეული ცხოვრებისეული საშუალება და უფლებები. და რა ესეთი უფლებები, რომ ნაგვის ყუთებში არიან დამჭაყუდებულები. ხო და ეხლა მამაკაცმა როცა თქვენ ვერ შეცვლით, მართლა ყველაფერი ღმერთია დამოკიდებული და არა მოკვდავ ადამიანებზე. ძალიან კარგად შევცვლით თუ ამას მოვინდომებთ და თუ გავალთ და მოვითხოვთ თქვენ უფლებებს. დამხედით თქვენ სამზარეულოებში და სიტყვა და მე იძახეთ რომ ვერ შევცვლით. მადლობა ეს არისთვის და იმისთვის რომ დაგვეკავშირდით და ჩაერთეთ გადაცემაში როგორ აფასებთ საქართველოში არსებულ ვითარებას. დღეს ჩვენ ქვეყანაში კიდევ 14 პირი დააკავეს, 46 ადამიანია ჯავში დაკავებული 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით. თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც ჩატარდა ჩვენს ქვეყანაში, შემდეგ 4 ოქტომბრის არჩევნები, რომელსაც ძალიან დიდი დაპირისპირება მოყვა, დაკავებები მოყვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები, უბრალო მოქალაქეები ციხეში არიან, მუდმივად დაძაბულობა ჩვენს ქვეყანაში, მუდმივად პოლიტიკური აი ეს სურათი დაძაბული დესტრუქცია, პოლარიზაცია, აი ეს პროცესები, რომელიც დასასრულს ვერ მიუახლოვდა, ქვეყანა ვერ ახერხებს განვითარებას, მშვიდ გარემოში, მშვიდად და სტაბილურობის მოპოვებას ვერ ახერხებს. ადამიანები ამ ყველაფერს ხედავენ, ჩვენ ძალიან ბევრი საჭიროება, ძალიან ბევრი პრობლემები გვაქვს, რომელზეც უნდა მიდიოდეს მუდმივად მუშაობა და იმაზე საუბარი, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის, ლოგიკას არის ნამდვილად მოკლებული, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ მუდმივად საპროტესტო განწყობა, მუდმივად საპროტესტო მუხტი, აი ეს პროტესტის შეგრძნება გააჩნია ჩვენს საზოგადოებას და ესე იგი რაღაცა არასწორად კეთდება, რაღაც არასწორი პროცესი მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში. აი ამ ყველაფერს უნდა დავუკვირდეთ და გავაცნობიეროთ, რასთან გვაქვს საქმე, როგორ უნდა ვითარდებოდეს ჩვენი ქვეყანა და როგორ უნდა მივაღწიოთ აი ამ ყველაფერს. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, პირდაპირ ეთერში ხართ. ალო, გამარჯობა. გამარჯობა, ღია ეთერში ხართ. იცით რა, ჩემი აზრით თავარი არის სამართლიან არჩევნებს მივახციოთ. სამართლიან არჩევნებს. გესმით ჩემი ხმა? დიახ, გისმენთ, ისაუბრეთ ბატონო. სამართლიან არჩევნებს მივახციოთ, საზოგადოება მასიურად უნდა გამოვიდეს მოსახლეობა და უნდა მივახციოთ სამართლიან არჩევნებს. გამიგეთ? დიახ. სამართლიანი არჩევნები არ აუცილებელი. ის ამათ არ ეშინიათ არჩევნები თვითონ უწევენ ორგანიზებას, ვისაც უნდა იმას ნიშნავენ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მაგათია ყველა თანამდებობის პირი, მაგათია სასამართლო, მაგათია. ამიტომ მასიურად უნდა გამოვიდეს მოსახლეობა, განსაკუთრებით მე რაიონში ცხოვრობ. 60 წლის კაცი ვარ. მასიურად თბილისი უნდა გამოვიდეს სამართლიან არჩევნებს უნდა მივახციოთ. და ხალხი ბრძენია თვითონ აირჩევს ისეთ ხალხს, რომელიც გამოადგება მას. გასაგებია, მადლობა. მადლობა ეს არისთვის, აქტიურობისთვის და გადაცემაში მონაწილეობისთვის. 557-88-45-98 გახლავთ ჩვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე და როგორ აფასებთ საქართველოში არსებულ ვითარებას. ეს არის სწორედ ჩვენს მიერ დასმული კითხვა. კлау მორიგი მაყურებელი გვერდდება პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით. გამარჯობა, ისაუბრეთ. ალო, გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ. ჩემი აზრით ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს. მე 65 წლის პენსიონერი ვარ და ესე იგი პენსიონერებს აბუჩად გვიგდებენ ჩემი აზრით. ახლა იანვარში უნდა ველოდოთ 1 კილო ბალის თანხას. მე მგონი ასეთი საკუთარი ხალხის მოძულე თავრობა ჯერ არ ყოლია საქართველოს. არანაირი ის არ აქვს პერსპექტივა არაფერში, არც საგარეო საქმეში, არც არაფერში საერთოდ. თავარია თვითონ იყვნენ კარგად. ჩვენ ხო ხალხი ვართ არა? ჩვენ ხო გვინდა ცხოვრება. 65 წლის ქალი ვარ, 350 ლარი, ეს არის სირცხვილი. ნუ არ ვიცი ახლა. აი როგორ ახერხებთ ხალბატონო აი ამ ყველაფრის ასე ორგანიზებას რომ ყოფნით ის თანხა რომელზეც ხართ დამოკიდებული განაწილებას რას ლაპარაკობ
აი პირველში მე რიცხება თანხა 10-12-ში უკვე ცარიელია ჩემი ბარათი. მე ცოცხალი ადამიანი ვარ არა, რაღაც ექიმიც მჭირდება უკვე. ნუ არ ვიცი ახლა ალბათ შვილები რო არ მყავდეთ მშიერი ვიქნები. ნუ არ ვიცი შვილებსაც მისი შვილები ყავს და იმასაც ვერიდები რომ მე არ მოვაკლო მათ. მადლობა ზარისთვის და იმ გულწრფელი საუბრისთვის, რომელიც ღია ეთერში გქონდათ, ნამდვილად ძალიან რთულია იმ გაძვირებული ცხოვრების პირობებიდან გამომდინარე, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, განსაკუთრებით 350 ლარიან ბიუჯეტზე, როდესაც არიან ადამიანები და პენსიონერები დამოკიდებული, თავი ირჩინონ და ის მოთხოვნილებები, რომელიც აქვს და იკმაყოფილონ, მაგალითად ეს იქნება, აი თუნდაც ქალბატონმა ძალიან მარტივად ბრძანა, რომ მედიკამენტები უნდა იყიდონ ექიმთან კონსულტაცია იქნება ეს თუ არ ვიცი ადამიანს ტანსაცმელი იჭირდება ჩასაცმელი ყველაფერი აი ეს ბუნებრივია ვერ დავწროლმანდებით ღია ეთერში თუმცა ეს არის მოთხოვნილებები რომელიც აუცილებელია ადამიანისთვის მისი ცხოვრებისთვის არსებობისთვის და აქედან გამომდინარე როდესაც 350 ლარი აქვს ადამიანს პენსია და მას მთელი თვე უწევს თავის რჩენა აი ამ მცირე შემოსავლით ძალიან რთულია თუნდაც კომუნალურ გადასახადებზე შეიძლება ადამიანს არ იყოს ზამთარში ამიტომ რაღაცნაირად აი ამ პრობლემებისკენ უნდა წამოვიდეს მთელი ყურადღება შრომა არის აუცილებელი და მუშაობა აუცილებელი რომ ადამიანი პენსიონერებზე მორგებული რაღაცა დღის წესრიგი შევქმნათ და ამ ადამიანებს ან შედარებით სხვა ტარიფები ქონდეთ კომუნალურ გადასახადებზე ან თუნდაც პროდუქტებთან დაკავშირებით რაიმე შეღავათი ქონდეთ ბარათებზე არ ვიცი ბუნებრივია ძალიან ბევრი ინიციატივა შეიძლება არსებობდეს ასეთ დროს ფაქტია რომ პენსიონერები ჩვენს ქვეყანაში აბსოლუტურად უყურადღებოდ არიან და აბსოლუტურად გაწირულები არიან იმისთვის რომ შიმშილში იცხოვრონ იმიტომ რომ 350 ლარად წარმოუდგენელია მთელი თვის რესურსი გააკეთოს პენსიონერმა ადამიანმა მოусმინოთ მორიგ მაყურებელს როგორ აფასებთ საქართველოში არსებულ ვითარებას უარყოფითად ვაფასებ უარყოფითად შეიძლება ადამიანმა ერები შეიძულო ერები გადაკიდო ერთმანეთს რა შუაშია 200 და ისა სააკაშვილი ლაილაიობდა კაი 200 არის და აფხაზის და ისიც არის მაგრამ მე ვამბობ აი ადამიანმა პირველმა პირმა როგორ უნდა ილაპარაკოს ეს ისიტებებს და მეორე კიდე ყველაზე მთავარი აი თარხა მოურება ყველაზე ნუ კარგად ილაპარაკა რა ესეთი ქრისტიანი ადამიანი ხარ ხო ადამიანი კიდევ მეორე დიახ, გისმენთ ისაუბრეთ. ეგეთი ის როგორ შეიძლება ადამიანმა ილაპარაკო? თავრობა ხარ, ხო, ერის პირველი პირი ხარ. და მე კიდე ყველაზე მთავარი, ვინ აირჩია ეს სააკაშვილი? კიდევ ვინ აირჩია? ეხლა ჩემ ხელანოს ტრემლებს როგორია? ასაგებია. მადლობა ზარისთვის მე მივხვდი თქვენი საუბრის შინაარს. აი, საერთოდ არ არის სააკაშვილი დღის წესრიგში, საერთოდ არ არის ნაციონალური მოძრაობა ახლა მთავარი თემა და სამწუხაროა რომ მუდმივად აი ეს ისეთი მდგომარეობაა ქვეყანაში, რომ მუდმივად არის საუბარი აი იმაზე, რომ მტრის ხატია სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა და რომ ისინი ახლა რაღაცას დააშავებენ და ისინი რაღაც თელ პრობლემებს შექმნიან თელს ქვეყანაში. გავიარეთ ეს მთელი 12 წელი აი ამ შიში ვიყავით რომ ნაციონალური მოძრაობა არ მობრუნებულიყო ვხედავთ რომ ნაციონალურ მოძრაობას არ გააჩნია ამის რესურსი რომ ახლა მთავარი რაღაცა პოლიტიკური პარტია იყვნენ ჩვენს ქვეყანაში მაგრამ რომ მაინც მუდმივად აი ამ ნაციონალური მოძრაობით არის მთელი პოლიტიკური დღის სცენარი დღის ასე ვთქვათ წესრიგი გადაფარული ამიტომ აი ამაზე უნდა დავფიქრდეთ რა არის რეალური პრობლემები ჩვენი საზოგადოების და რაზე უნდა ვიმუშაოთ რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და დავასრულოთ აი ეს პოლიტიკური სცენარი რომლის იქითაც არანაირი ასე ვთქვათ დრო არ არის და დრო არ რჩება ხელისუფლებას არანაირი ასე ვთქვათ ხედვები არ არის და საზოგადოების პრობლემები ინტერესები არ დგას საზოგადოების ინტერესები არის ის რაზეც პირდაპირ ეთერში საუბრობენ ადამიანები და საზოგადოებას აქვს აი ასეთი დამოკიდებულება ყველა ადამიანი საკუთარი ოჯახიდან იწყებს პრობლემებზე ფიქრს ხომ დღეს ადამიანებს ცარიელი აქვთ მაცივრები პენსიონერები შიმშილში ატარებენ ყოველდღიურობას არ აქვთ მედიკამენტები წამალი რომ ტკივილი გაიყუჩონ
აი 21 საუკუნეში აი ამ პრობლემებზე როდესაც საუბრობთ და როდესაც ხანდაზმულ ადამიანს არ შეუძლია კონსულტაციაზე 100 ლარი გადაიხადოს, მივიდეს და ამაზე ფიქრობს, შემდეგ საჭმელს ვერ იყიდის, რომელ პოლიტიკურ პროცესზე უნდა ვუთხრათ, რომ ახლა ნაციონალური მოძრაობა მოვა. ამიტომ ეს სოციალური მდგომარეობა ჩვენი საზოგადოების მჭიდროდ არის დაკავშირებული პოლიტიკურ მდგომარეობასთან. გასაგებია რომ ეს პოლიტიკური პროცესები, პრობლემები არსებობს, თუმცა ძალიან დიდი უსამართლობაა, როდესაც აი ამ ყველაფრით ხდება ერთმანეთის გადაფარვა. 7 ქვეყანაში უნდა ჩვენ საზოგადოებას ცხოვრება. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, მოგესალმებით, ღია ეთერში ხართ. მოგესალმებით. ისაუბრეთ. ალო, მისმენ? კი ბატონო, ღია ეთერში ხართ, ისაუბრეთ. მიცით საქმე რაშია? დაუსთამაშორებელია ეს პენსიები. ისინი გვერდეთოზე იყვნენ სამოწოლილები, როდესაც ჩვენ შრომობდით. რატომ უნდა გქონდეს ჩვენსაირი პენსია? ვისთვის უნდა გქონდეს პენსია ერთნაირი? აქ ვაკე სამუშაოს გზაზე ხალი გზას მანქანებს ემოდება ჯანღომის სამზე. 24 საათი ტელეფონი უჭირავს ხელში. ამის სიმუშაოს რატო არ მუშაობ? თქვენ უნდა თქვენი არ გიძახ. კაც არაფერს არ ხედავთ იმისას. შეგვიძლია რომ ცხოვრობს, ეს არაფერს არ ნიშნავს. რუსეთი ახლა აი ქალბატონო, თქვენ პენსიონერი ხართ ხო? სანამ მოსელადური მოძრაობა აი თქვენ ხომ პენსიონერი ბრძანდებით ქალბატონო, თქვენი პენსია ყოფნით შემოსავალი რომელიც გაქვთ. სამწუხაროდ გათიშა ქალბატონმა და დაგვემშვიდობა. არ ვიცი, სხვა პრობლემებზე ისაუბრეთ თქვენ. საერთოდ დღის წესრიგში რატო დგას ის რომ ვიღაცა მანქანით დადის ან ტელეფონში იყურება, ეს არ უნდა იყოს პრინციპში თქვენი პრობლემა. ყველა ადამიანი ისე იქცევა როგორც მას უნდა. ტელეფონში ჩაიხედება თუ მანქანით ივლის, ეს მისი გადასაწყვეტია. ჩვენ სახელმწიფოს მოწყობაზე ვსაუბრობთ და სახელმწიფოში არსებულ პრობლემებზე და საქართველოში არსებულ ვითარებაზე ვსაუბრობთ. ამიტომ თქვენი აი ეს აქცენტი უნდა გააკეთოთ, თქვენ როგორ ხედავთ აი ამ პრობლემას, ხედავთ თუ არ ხედავთ და ასე შემდეგ. მოусმინოთ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ. ტელევიზორს ჩაუწიეთ რა ხმა და გისმენთ, ისაუბრეთ. პირდაპირ ეთერში ხართ, ისაუბრეთ თუ შეიძლება. გაითიშა სამწუხაროდ ზარი. მე მაყურებელს შეგახსენებთ რა ნომერზე გვეკავშირდებით, ეს არის 557-58-95-98 და მოусმინოთ მაყურებელს. ისაუბრეთ თუ შეიძლება, გამარჯობა. რომელი პენსიონერი თუ ვინმე იტყვის, რომ პენსია საკმარისია, ეს იქნება სისულელე. რატომ? იმიტომ შემოგევლე რომ თუ პენსიას ეხლა ამობენ 20 ლარით მოგიმატებთ, დააკვირდით 20 ზეთი თუ 5 ლარი გახდება 5.50. პროდუქტი თუ ხელაში მოიმატებს, როგორ ფიქრობთ, როგორ გვეყოფა 450 ლარი პენსია? მოხუცებს, რომელსაც არაფერი საშუალება არ აქვს პენსიის გადა. წარმოგიდგენიათ? აბა ნახეთ თვითონ რა კარგად ცხოვრობენ მაცივრების ავსტრიას დაზანში ნაირ არჩევენ და ჩვენ ნაირის არჩევაკია შეგვიძლია ესიერაც ლუკმა შევჭამოთ ისიც გვეშინია თუ ეკონომია არ გავაკეთეთ გასვლა დავიწყდით ეკონომია არ გავაკეთეთ რაღაცას ვერ გადავიდეთ ეს არის ეს უნდა ივანიშვილს მეტი კერა გაკრიფოს უკანა და მაკოთიდან დაჭრენ იყვნენ ბატონო მაკო მერე გასაგებია, მადლობა ზარისთვის, მადლობა რომ ჩაერთეთ გადაცემაში. 557-88-95-98 გახლავთ ჩვენ ტელეფონის ნომერი, როგორ აფასებთ საქართველოში არსებულ ვითარებას. ჩვენ ძირითადად ახლა გვიყურებენ ალბათ პენსიონერი ადამიანები, იმიტომ რომ მუდმივად რეკავენ ისინი და საუბრობენ იმაზე, რომ შემოსავალი არ ყოფნის. აქ ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ჩვენი ქვეყნის ან სოციალურ მდგომარეობაზე, ვსაუბრობთ იმ დღის წესრიგზე, იმ პოლიტიკურ სურათზე, იმ პოლარიზაციაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს. ნამდვილად ვრცელია თემა, შეგიძლიათ ნებისმიერი მიმართულებით გააკეთოთ შეფასება და ბუნებრივია ის პოლიტიკური პროცესები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, შეგიძლიათ გაანალიზოთ თქვენ და თქვენი შეფასება და ასე ვთქვათ პოზიცია მოგვახსენოთ პირდაპირ ეთერში. გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ, მოგესალმებით. ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში, ამას გულისხმობ კაპიტალისტური პარტიები. ყველა საქმე რაღაცა თავისი ბიზნესი და არის ჩვენივე.
ჩვენ ჩვეულებრივ ხალხზე არ ფიქრობენ აქედან გამომდინარე რომ არც ერთი პარტია არ ახსენებს იმ სოციალისტური პარტიის სიკეთეს არც ემა სიკეთე არაფერა ეს ხალხი გითხოს დახმარებაო და მოიცხოვე სოციალისტური წყობილება და არა კაპიტალისტური ჩვენ მთავრობის შეცვლით მე მაგალითად მთავრობის შეცვლაში აზრს ვერ ვხედავ იმიტომ რომ ეს ყველა კაპიტალისტური პარტია და უკეთეს ვერავინ ევროპის ვერ მოგვიდა ჩვენთვის იყო ის სოციალიზმი საშუალო ხალხისთვის საშუალო სოციალიზმი იყო ჩვენი სიკეთე ეს მოგვიწეს და კაპიტალისტები არიან როგორც უნდა ისე გვაქვს აი მე მოვალწონებაში მე ამაყრებს ვერაფერს მერიდოს იმიტომ რომ ეს არის კაპიტალისტური სპობა და მე ძალიან ვიმწდება ჩვენი დიდი მადლობელია ანაჩვენებრივი სამყარო ღმერთმა გამძლება მოხდეს ამდენი ხალხის წელში და მე ძალიან მინდა რომ ვიღაცა გამოვიდეს სოციალური სეკრეტარი რაც ქონდა იმ სოციალიზმს ამაზე ვილაპარაკოთ ამაზე იყოს მოთხოვნა და ეს ხალხი არ ვიცი მე რაც იყოს თვითონაც არის რომ სოციალურზე წოდომებს რა ვიდრე სოციალიზმმა მოიტანა ამაზე არავინ არ გასაგებია ვიდრე შეეხება რომ რაც მოხდა დიახ, ისაუბრეთ, დაასრულეთ თუ შეიძლება. გაითიშა სამწუხარო ზარი, თუმცა მოვისმინეთ თქვენი შეფასება და დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩაერთეთ გადაცემაში. როგორ აფასებთ საქართველოში არსებულ ვითარებას, ეს არის ჩვენს მიერ დასმული კითხვა და მორიგი მაყურებელი გვერდდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით. გამარჯობა, ღია ეთერში ხართ. გამარჯობა, გესმით ჩემი ხმა? სამწუხაროდ გაითიშა ზარი. ჩვენს ქვეყანაში არსებულ პროცესებზე, არსებულ მდგომარეობაზე ვსაუბრობთ და ის პროცესები, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში, საკმაოდ არასახარბიელოდ, ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ გავაანალიზოთ ჩვენს მაყურებელთან და რადიო მსმენელთან ერთად და ძალიან საინტერესოა ბუნებრივია თქვენი შეფასებების მოსმენა, ეს საზოგადოებრივი აზრის მოსმენა არის აუცილებელი და როდესაც პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს ეს გადაცემა, იგივე ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ იცოდნენ ხელისუფლებაში მყოფმა ადამიანებმა და პირებმა რა განწყობებია საზოგადოებაში და რას ამბობენ ადამიანები, რომელსაც ხშირ შემთხვევაში თვითონ ვერ ხვდებიან და მათგან არ ესმით პირადად აი ამ პრობლემების შესახებ. მოვუსმინოთ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ. გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ ისაუბრეთ. ქვეყანაში არის დიდი აღრეულობა, შილო წერაკითხვის უწოდინას დაერქვა გმირი ქვეყნის ამშენებელი ასე შემდეგ და ის ვინც განათლებული იყო ჯერ მიშამ ჩარეცხა და დაგვტოვეს აი ისეთი ქალბატონების წინაშე ჩიტაშვილი რო არის აი რო გამოვიდა მე რამდენჯერმე უსმენე მის გადაცემებს და შეძრული და მაგრამ თუ სისხლს ინატრებდა ხალი მე ნამდვილად არ მეგონა წარმოიწია იმ ხალხმა რომელმაც წერაკითხვა არის ის ჯერ მე მოვისმინე ესე იგი პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი სიტყვა სახელმწიფოს პრეს-ცენტრის სიტყვა და ითით რა თქვა 3 მილიონი ნახევარი ერი წარმოიდგინეთ 3 მილიონი ნახევარი ადამიანია და არა 3 მილიონი ნახევარი ერი ამდენი რო არის ის და პრეს-ცენტრის ხელმძღვანელია და ხებულობს პენსიონერზე 100 ჯერ მეტს და ეს პენსიონერი განათლებული არის მშიერ მცხოვრვალი ქვეყანა უნდა დაალაგდეს რაღაც პროპორციები უნდა დამკვიდრდეს ასე აშვებული ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფო ჩვენ გვაქვს ქვეყანა და არ გვაქვს სახელმწიფო თუ უნდა ჩამოყალიბდეს არა თავი მაქებარი ხალხი და არამედ განათლებული ხალხი და ხალხის მიმართული ხალხი რომელიც ტივა ქვეყანა ტივა თითოეული ადამიანის ტივილი ჯანდაცვაში როთხის ამბავია უბრალოდ გადასხმა ვერ გავიკეთებია პენსიონერს რომელიცაც ეს არის საციცოცხლო აუცილებლობა ყველგან უზარმაზარი გადასახადი ყველგან საშინელება ტიკარაძის ჯანდაცვა ჯობდა განათლებული სამჯელაძის ჯანდაცვას ვერ წარმოვიდგენდი რომ
სარგელაძე ამდენად ვერ მიხედავდა ჯანდაცვას და ასე უარესად მიუჩებდა ყველაფერს და კერძო კლინიკები პენსიონერის ნაშრომის და ეგნებოდა შემოსავალი სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ჩვენ ვიქნებოდით გამოსავალს რაში ხედავთ ქალბატონო გამოსავალს აღრეულია ყველაფერი გამოსავალი რა შეიძლება იყოს ასეთ დროს თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ და დაგემშვიდობებით შემდეგ რეალობა ქვეყნის წინაშე დამდგარი რეალობა ვინ რა არის ვინ რა გააკეთა და არა იმ ადამიანისგან თავისდება რომელსაც არაფერი არ შეუძლია ქურდობის გარდა გასაგებია მადლობა ზარისთვის იმისთვის რომ დაგვეკავშირდით და ჩაერთეთ გადაცემაში როგორ აფასებთ საქართველოში არსებულ ვითარებას 55788 გახლავთ ჩვენ ტელეფონის ნომერი რომელზეც გვეკავშირდებით დღეს ჩვენ ძალიან ბევრი მაყურებლის და რადიომსმენელის შეფასება მოვისმინეთ პირდაპირ ეთერში და მუდმივად ადამიანები საუბრობენ იმაზე რომ მათი სოციალური მდგომარეობა არის ნომერ პირველი საკითხი რომელიც მათ აწუხებთ და ის პროცესები რომელიც ჩვენს ქვეყანაში ვითარდება პოლიტიკური პროცესები არის უკვე ძალიან დამღლელი რომ ეს აღარ უჩანს მოკლედ აი ამ პროცესებს ბოლო და აუცილებელია რაღაც სახის ცვლილება რაღაც პრობლემების გვერდზე გადადება და აი ამ სოციალური პრობლემებისთვის უფრო მეტი შრომა და უფრო მეტი მუშაობა და აი ამის მზაობას თუ ხედავთ თქვენ და როგორი მოლოდინი გაქვთ როდესაც ხედავთ რომ არა ამ არჩევნებზე რომელიც ახლა ჩატარდა გულისხმობ თვითმმართველობის არჩევნებს თითქმის არაფერი არ შეიცვალა ისევ ქართული ოცნების ლიდერებმა მოიპოვეს უპირატესობა ყველა მუნიციპალიტეტში მერობის არჩევნები იქნებოდა ეს თუ თვითმმართველი არჩევნები ყველგან აბსოლუტურად კვლავ ქართული ოცნების წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული საკრებულოები აი ასეთ მდგომარეობაში თქვენ რაიმე ახალს ელოდებით რაიმე ცვლილებას ელოდებით ახალ ინიციატივებს ახალ ხედვებს ელოდებით იმ ადამიანებისგან რომლებიც ისედაც იყვნენ ამ წლების განმავლობაში აი ამ პოზიციებზე საინტერესოა აი ამ მიმართულებისთაც თქვენი ხედვა როგორია და აი მომავლის შეფასებას როდესაც აკეთებთ და ანალიზს ფიქრობთ თუ არა 13 წლის შემდეგ ამ ადამიანებში რაღაც ახალი ინიციატივები შეიძლება რომ წამოვიდეს მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს ღია ეთერში ხართ გამარჯობა პირდაპირ ეთერში ხართ გესმით ჩემი ხმა სამწუხაროდ არის მის მაყურებელს ჩემი ხმა როდესაც დაგვირეკავთ ხოლმე აუცილებლად ტელევიზორს უნდა ჩაუწიოთ ხმა და ისე შემოხვიდეთ ღია ეთერში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ სტუდიის ტელეფონის ნომერზე და ჩაერთოთ გადაცემაში და ბუნებრივია უპასუხოთ ჩვენს მიერ დასმულ კითხვას როგორ აფასებთ საქართველოში არსებულ ვითარებას მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს ღია ეთერში ხართ გამარჯობა გისმენთ ეხლა უსმენთ თქვენ გადაცემას და გაუგდებული ვარ. აი რას გულისხმობთ? 4 ოქტომბრის ბარბაროსი ვარ. თქვენ ხარშეთ ეს? ისე გამოდით რომ ეს რას გულისხმობთ ქალბატონო ჩვენ რაიმე მხარდამჭერი განცხადება გავაკეთეთ? აბა ვიდები ვაპარაკოთ. გაგიხარდებათ ბიზნესის ჩუდო გავლავთ დავასადინოთ. იქით აკოგონე ძალიან თქვენი და როგორი ჩამსი ადამიანის დანდებით. თქვენ რომ მოხვიდეთ თქვენი პარტია თავრობაში როგორ გაგზით პენსიებს თუ ბიუჯეტი საფრთხე არ იქნება გაზრდილი. რატომ სრულობთ ეკრანს? არა, ერთი წუთით უნდა შემოვიდეთ თქვენთან კონტაქტში უკაცრავად. თუ შეიძლება რომ მომისმინოთ, როდესაც შეურაცხყოფას აყენებთ ადამიანს, მე არ გამიჟღერებია ნამდვილად ის რომ იმ აქციას რომელზეც მაგალითად ადამიანებმა რაღაცები გააფუჭეს, დაწვეს, არ ვიცი, შევარდნას აპირებდნენ და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობების ბრალდებით არიან დაკავებულები, მე მათი მისამართით არანაირი პოზიცია არ გამიჟღერებია, არც დადებითი და არც უარყოფითი, ამიტომ ძალიან გთხოვთ რა, აი ამ ცილის წამებას დაანებეთ თავი, სიცრუეში ნუ შეკავთ ადამიანები, მე საერთოდ არ შემოვსულა რა ესეთ პოლემიკაში და არ მithქვამს აი ამ თემასთან დაკავშირებით, ჩემი შეფასება არ გამიჟღერებია, ამიტომ თქვენ სად მოისმინეთ ეს, რაზეც მადანაშაულებთ ახლა? მესმენთ დღეს მოვისმინეთ სწორედაც. აი უდანაშაულო ადამიანები დაიჭირეთ, არბიზანით გადაახვიეთ. უდანაშაულო ადამიანები იყვნენ ისინი? არა, მე ასეთი განცხადება ნამდვილად არ გამიკეთებია. კარგით, გაგემშვიდობებით. გადავახვევ აუცილებლად მოვისმენ.
გადავახვევ აუცილებლად და მოვისმენ. მადლობა ზარისთვის. მადლობა ზარისთვის და ტექნიკურ ჯგუფს ვთხოვ რომ ჩაერთოს პროცესში. ორ ხმაში ნამდვილად ვერ ვისაუბრებთ. უბრალოდ არ შეიძლება აი ესეთი რამე. მე ინტერაქტიული გადაცემა მიმყავს და ძალიან კარგად მახსოვს რაზე ვსაუბრობ და როგორ ვსაუბრობ. არც ერთი სიტყვა არ გამიჟღერებია. შეიძლება გადაცემაში სტუდია ნომერში სტუმართან ერთად აი ესეთი დიალოგი ნამდვილად არსებობდა ჩემსა და სტუმარ შორის, თუმცა მე ჩემი პოზიცია დაკავებულ ადამიანებთან დაკავშირებით არ გამიკეთებია რომ ის ადამიანი რომელმაც შეიძლება მოლოტოვის კოქტეილი ისროლა ან პოლიციელთან რაღაც ძალადობაში იყოს შესული, უნდა გაათავისუფლონ და დამნაშავე არ გამიკეთებია მსგავსი ტიპის განცხადება და არც ის მithქვამს რომ უდანაშაულოა ან დამნაშავეა. არც ერთი მიმართულებით პოზიციონირება ჩემი მხრიდან არ გაკეთებულა. ამიტომ საერთოდ რაზე ვდაობთ ახლა და რაზე ვსაუბრობ, თქვენ უნდა გესაუბრათ იმ მოცემულობაზე, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არის, დადებითად აფასებთ, უარყოფითად აფასებთ, როგორი შეფასება უნდა გააკეთოთ და თქვენ პერსონალურად წამოხვედით ჩემი მისამართით და რაღაც განცხადებებს აკეთებთ, რომელიც ძალიან უადგილოა. ამიტომ ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავეთ აი ესეთი პერსონალური განცხადებებისგან და იყავით ორიენტირებული იმ კითხვაზე, რომელიც არის დასმული ჩვენს პირდაპირ ეთერში. მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ. მე ახლა მე გავახსენე ჩემი საქმელი. რა შეიძლება აი კომარეობას რაც მოხდა ოთხი ეს არის ნამდვილად საპატიებელი დანაშაული. იმიტომ რომ ჩვენ კომუნისტების გასტუმრების დროს ბალახზე თეთრი ათაფიბიგებია. ამდენი ხალხი გამოვდიოდის და ბალახზე რუსკითებოდეს და ბალახზე თეთრი ათაფიბიგებია. ხო და ეს დაგაკეთეთ ამ ასეთმა რესპუბლიკა თავისუფლად ქალაქი გადასცეს ვიტოსორე ხალხი ქონება ხალხი არწმუნია მაშინ ხალხს რატოება ამბობო იქ ყველა შეგინებულად იყო მისული იმისთვის რომ გინდა რომ ეს თავრობა უნდა დავამხო და ჩვენ დავიდეთ არავინ ის ჯერჯერობით იმათი მოხდა როგორც შეიძლება თავრობაში და მე ვისწავლა მომწეს ეს კაპიტალისტური თქობა სწორად შეცვლი არაფერი არ შეიძლება გასაგებია მადლობა მადლობა ზარისთვის არ ვიცი თქვენ როგორ გაიგეთ ჩემი ნათქვამი თუმცა მე ნამდვილად არ მithქვამს რომ დამნაშავე ვინც არის აი ამ პროცესებში რომელმაც დანაშაული ჩაიდინა რომ ის მაგალითად პასუხისგებაში არ მიეცეს ან ასე შემდეგ აი ესეთი რამ არ გამიჟღერებია ნამდვილად არა თუ ახლა არამედ არასდროს არ გამიჟღერებია ასეთი განცხადება და რაც შეეხება 4 ოქტომბრის მდგომარეობას და იქ მომხდარ პროცესებს თავად ამ პოლიტიკური პარტიის ლიდერები რომლებიც იღებდნენ აი ამ პროცესებში მონაწილეობას ემიჯნებიან დღეს ამ ადამიანებს, რომლებმაც რაღაცა დანაშაულები ჩაიდინეს და მით უმეტეს მე რატომ უნდა მქონდეს ასეთი დამოკიდებულება მათ მიმართ. წარმოუდგენელია საერთოდ აი ესეთი მსჯელობა და არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში დანაშაულს, როდესაც ჩაიდენს ადამიანი, მან პასუხი უნდა აგოს აი ამ დანაშაულისთვის. ამიტომ მე ზედმეტი განხილვები აი ამ თემასთან დაკავშირებით ნამდვილად არ მგონია რომ აუცილებელი იყოს. ჩვენ ვსაუბრობთ იმ მდგომარეობაზე, რომელიც საქართველოშია, სოციალურ მდგომარეობაზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე ზოგადად მუდმივ დაძაბულობაზე, მუდმივ საპროტესტო განწყობაზე, მუდმივ აი ამ ქუჩის პროცესებზე და აი აქედან გამოსავალი როგორ უნდა ვნახოთ, როგორ უნდა დაამარცხოს ქვეყანამ ეს ყველაფერი ჯანსაღი, სწორი პოლიტიკური პროცესები როგორ უნდა განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ აი ასეთი ტიპით ვსვამთ აი ამ კითხვებს და არა იმას, რომ მაგალითად ვინმე გავამართლოთ ან გავამტყუნოთ. ეს სასამართლო პროცესი არ არის, აქ ინტერაქტიული გადაცემაა და მაყურებელს შეუძლია თავად გააკეთოს შეფასება. მე ყველაზე ნაკლებად მინდა რომ რამე შეფასებები გავაკეთო და ჩემი პოზიციები გავაჟღერო. მოვუსმინოთ მაყურებელს, მოგესალმებით. გამარჯობა, გისმენთ. Celi ambalți, rațepa საქართველოში ხდება რუსთავებზე თუ მთლიანად სახელმწიფოს მასშტაბით. ზუსტად ოცნება დამნაშავ. მე ეჭვი არ მეპარება რომ ყველაფერი მათი რაც 300 დღის განმავლობაში და უფრო მეტი განმავლობაში ხდება რუსთავებზე, ზუსტად არის ოცნების ხელმძღვანელობით და მისი ინიციატივით. კარგად გაიხსენეთ რომ რა თქვა ივანისმა მე ამ ხალხს გამოიყვანა არჩევნებამდე დავღლი და მე მივახცევ ჩემს დასოს დამთავრდა არჩევნები ხალხი არ დაისწავ როგორც კი შეხედავთ რომ შემცირდებოდა ხალხი გამოაცხობდა რაღაცა ხალხ განცხადებებს გამოყავდა ხალხი და ასე გრძელდებოდა დიდხანს ბოლოს დაჭერები დაიწყეს განცხადებები რომ შემოელიათ
მათ კარგად იციან რომ თუ ერთ ქართველს დაიჭერდნენ იმას მოყვებოდა დედა, მამა, ცოლი, სიდედრი, სიმამდი, დები, ძმები, დეიდაშვილები, მამიდაშვილები, მეზობლები, მეგობრები და გაიზრდებოდა ისევ რუსთაველზე ხალხის ნაკადი. აი ეს უნდა არეულობა თუ ვინმე საწყობს, პირველ რიგში ოცნებას საწყობს, იმიტომ რომ ამ გრეულ წელში თეზის დაჭერა გაცილებით უფრო ადვილია. ნუ თუ ამას ვერ ხვდებიან. გასაგებია. მადლობა ქალბატონო ზარისთვის, უბრალოდ დრო ამოგვეწურა გადაცემისთვის განკუთვნილი და მოკლედ უნდა შევაჯამო გადაცემა. მადლობა უნდა უთხრა ჩვენს მაყურებელსა და რადიო მსმენელს აქტიურობისთვის, იმ ჯანსაღი შეფასებებისთვის და დამოკიდებულებისთვის, რომელიც გამოიჩინეს პირდაპირ ეთერში და აუცილებლად უნდა ვთქვათ ბოლოს 1-2 სიტყვით შეჯამება იმის თაობაზე, რომ ყველა ის პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ბუნებრივია, ყველა აი ამ პროცესზე სახელმწიფოს უნდა კონდეს პასუხი. თუნდაც ადამიანებთან მიმართებაში, როდესაც საპროტესტო განწყობა არსებობს, ახალგაზრდები იქნებიან, თუნდაც დამნაშავეები იყვნენ, არ ვიცი თქვენ რას უწოდებთ ამას პირობითად, უნდა კონდეს ხელისუფლებას პასუხი, უნდა არსებობდეს მზაობა იმის, რომ ამ ადამიანებთან მივიდეს და ილაპარაკოს, პრობლემა მოაგვაროს. როდესაც ხედავთ, რომ ძალიან დიდი უფსკრული არსებობს, რაღაცა პრობლემა არსებობს, აი ამ პრობლემაზე მივუშვათ ასე და იყოს ეს პრობლემა მთელი წლის განმავლობაში, 2 წლის განმავლობაში და მთელი ცხოვრება აი ესე უნდა გაგრძელდეს. თუ ჯობია რომ მივიდეთ და ეს პრობლემა გავიგოთ, რაში მდგომარეობს, მოვაგვაროთ და ასე შემდეგ. სახელმწიფოს და ხელისუფალს გააჩნია ამის ვალდებულება, რომ აი ესეთი ტიპის პრობლემების მოგვარებაზე იმუშაოს და იზრუნოს. მადლობა მაყურებელს კიდევ ერთხელ აქტიურობისთვის და იმისთვის, რომ ჩაერთეთ გადაცემაში, მე დროებით გემშვიდობებით. ნახვამდის.